კომპანია Solidus-ი აფხაზეთში საწვავის დამატებით გატანას კვლავ გეგმავს. დამატებით 100 ტონა კომპანიამ ოკუპირებულ რეგიონში გუშინ გაიტანა. ამის შესახებ BMG-სთან Solidus-ის ხელმძღვანელი გიორგი არველაძე აცხადებს. მისი თქმით, აფხაზეთში საწვავის მიწოდება კომერციული ინტერესია და არა ქველმოქმედება. ჯამში არველაძე ადასტურებს, რომ ისმა კომპანიამ ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე 400 ტონა საწვავი გაიტანა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ პროცესი გრძელდება და მიწოდება ადგილზე არსებულ დეფიციტსა და ჰუმანიტარულ კრიზისს უკავშირდება. ამასთან არველაძის თქმით, ეს არ არის ჰუმანიტარული დახმარება ან საჩუქარი, ეს ბიზნეს ტრანზაქციაა, სადაც აფხაზური მხარე საწვავის საფასურს იხდის. საწვავი გალისა და ოჩამჩირის რაიონების მცირე რიტეილერებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც რუსული როსნეფტის მიერ დაწესებული სანქციების გამო საწვავის გარეშე დარჩნენ. გიორგი არველაძე აცხადებს, რომ ანგარიშ სწორება ეროვნულ ვალუტაში ხდება. მისი თქმით, აფხაზი პარტნიორები თანხას ახურდავებენ და საწვავს ლარში ყიდულობენ. ამასთან ბიზნესმენი უარყოფს ბრალდებებს საგადასახადო კოდექსის დარღვევის შესახებ და განმარტავს, რომ Solidus-ს აქვს სპეციალური საწარმო სტატუსი, რაც მას ოკუპირებულ რეგიონში ექსპორტის უფლებას აძლევს. Humanitარული აქტი ამ შემთხვევაში არის, რომ მთავრობამ ამას არ შეეწინააღმდეგა. Repsol-იდან ვინც უფრო კაი ფასს მომცემს, იმისგან ვიყიდით, თუ აქ ძობელი შემოთავაზოთ და ეს მოთხოვნა არის დამოკიდებული, როგორ ფორმაში იქნება რუსეთის ნავთობის ინდუსტრია. ჯერჯერობით კაი ფორმაში არ არის და თუ ეს ფორმა კიდევ უფრო გაუარეს და კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნა, ხო? ჯობია რომ ჩვენ მივაწოდოთ ჩვენ აფხაზებს. ვიდრე თურქეთიდან შევიდეთ გემი რა. ყოველდღე არის მოთხოვნა. 150 ტონა, 200 ტონა ყოველდღეა მოთხოვნა. ანამ ეს კრიზისი იქნება, მე ვდათვალ რომ მოვამარაგო, მაგრამ ფული თუ ეყოფათ კი 100 ტონა კიდე გავითანეთ გუშინ მაგალითად. პირველი ვიყავით, ეგეთი საწარმო სტატუსი აიღო და პრეტენზია მაქვს, რომ ყოველთვის პირველი ვიყო, რომ ეგეთი რაღაცები ვაკეთებ, რომ ჯერა რომ ნდობა უნდა აღდგეს რა და ნდობა უნდა აღდგეს პირველ რიგში მეწარმეებს შორის. მთავრობამ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ყოფილი ოფისი 35 მილიონ ლარად გაყიდა. თავისუფლების მოედნის მიმდებარედ განთავსებული სახელმწიფო ქონება აუქციონზე 34 მილიონ 810,000 ლარად გაიყიდა, რაც მის საწყის ფასზე 14 მილიონ 100,000 ლარზე 21 მილიონი ლარით მეტია. აღნიშნულ შენობაში გასულ წლამდე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ოფისი მდებარეობდა, რომელიც 2025 წელს გაუქმდა. აუქციონი 13 აგვისტოს დასრულდა. ობიექტი მოიცავს 478 კვადრატულ მეტრ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწისნაკვეთს და მას განთავსებულ შენობა ნაგებობას. მას საინვესტიციო ვალდებულებები მოჰყვება. ქონების საპრივატიზებო პირობაა მაქსიმუმ 4 წლის ვადაში მინიმუმ 5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება და ტერიტორიაზე ბიზნეს ობიექტის ამოქმედება. შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. თავისუფლების მოედნის მიმდებარედ სახელმწიფო ქონება 34 მილიონ 810,000 ლარად კახაბერ კობაივანოვის კომპანია GeoTech დისტრიბუცია მიყიდა. პრივატიზაციის შედეგების თანახმად კომპანიამ საგარანტიო თანხის სახით 1,408,000 ლარი გადაიხადა. სამეწარმეო ამონაწერის თანახმად GeoTech დისტრიბუცია 2008 წელს დარეგისტრირდა. მისი 100%-იანი წელის მფლობელი და დირექტორი კი საქართველოსა და ისრაელის ორმაგი მოქალაქე კახაბერ კობაივანოვია. GeoTech დისტრიბუცია რეგიონში ელექტრონიკის საყოფაცხოვრებო საქონლისა და IT პროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი კომპანიაა. აღსანიშნავია, რომ კობაივანოვი ქართული ოცნების შემომწირველია. მან 2018 და 2020 წელს პარტიას 60,000 ლარი შესწირა. ამასთან კობაივანოვი კალა კაპიტალ თბილისის დირექტორიცაა, რომლის 100%-იან წელს კახა კალაძე ფლობს. 2026 წლის 7 თვეში ფოთის საზღვაო ნავსადგურში როგორც საკონტეინერო, ისე გენერალური და საბორნე ტვირთების ნაკადის ზრდა დაფიქსირდა. კომპანიის ცნობით 2026 წლის 7 თვის განმავლობაში APM ტერმინალს ფოთში ჯამში 404,760 ტეუ კონტეინერი დამუშავდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-იან ზრდას წარმოადგენს. წელს კონტეინერების ყველაზე დიდი რაოდენობა 65,759 ივლისში დაფიქსირდა. ივლისი გამორჩეული იყო საკონტეინერო გემების სიმრავლითაც. ნავსადგურმა 42 საკონტეინერო გემი მიიღო. ჯამში 7 თვის განმავლობაში APM ტერმინალს ფოთმა 253 საკონტეინერო გემი მიიღო. გასული წლის 7 თვეში ეს მაჩვენებელი 210 იყო. მზარდია გენერალური ტვირთების რაოდენობაც. 7 თვის მანძილზე ნავსადგურში 270,446 ტონა გენერალური ტვირთი დამუშავდა, რაც გასულ წელთან შედარებით 60%-იანი ზრდაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესი დამტკიცდა. სამინისტროს თანახმად აღნიშნული წესი ხელს შეუწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მგზავრთა უფლებების დაცვის ერთიანი, ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბებას, მომსახურებისა და სანდოობის ხარისხის ამაღლებას. როგორც უწყებაში აცხადებენ, მგზავრთა უფლებების დაცვის სტანდარტი მინისტრის შესაბამისი ბრძანებით უკვე დაინერგა. წესი არეგულირებს დაგვიანების, გაუქმების, ბარგის დაკარგვის ან დაზიანების, მარშრუტის შეცვლისა და მგზავრისთვის ინფორმაციის მიწოდების საკითხებს. მგზავრს უფლება აქვს მიიღოს
კომპენსაციას არკინიგზოს საწარმოს მიზეზით გამოწვეული დაგვიანებისთვის. კერძოდ, თუ ბილეთის თანხა არ არის დაბრუნებული, 60-119 წუთით დაგვიანების შემთხვევაში კომპენსაცია შეადგენს ბილეთის საფასურის მინიმუმ 25%-ს, ხოლო 120 წუთიდან მეტით დაგვიანების შემთხვევაში მინიმუმ 50%-ს. თუ მოსალოდნელია, რომ მგზავრი დანიშნულების ადგილზე 60 წუთიდან მეტი დაგვიანებით მივა, მას ასევე შეუძლია მოითხოვოს თანხის დაბრუნება, მგზავრობის გაგრძელება ან მარშრუტის შეცვლა. თბილისის მერიამ აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით იგეგმება ჩუღურეთის რაიონში აღმაშენებლის გამზირზე თამარ მეფის გამზირიდან მეტრო მარჯანიშვილამდე მონაკვეთის რეაბილიტაცია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6.696.865 ლარია. დაფინანსების წყარო კი თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი. წინადადებების მიღება 29 აგვისტოს დაიწყება და 3 სექტემბერს დასრულდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთის საერთო სიგრძე 1060 მეტრია. ეს მონაკვეთი წარმოდგენილია როგორც პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი კი დაგეგმილია სანქტ-პეტერბურგის ქუჩიდან ანზორ ერქომაიშვილის ქუჩამდე, რომლის შესახებაც ტენდერი მოგვიანებით გამოცხადდება. პროექტით გათვალისწინებულია ეზოებში შესასვლელების რეაბილიტაცია და ახალი შესასვლელების მოწყობაც. ასევე გათვალისწინებულია როგორც არსებული დაზიანებული წყლის სამხების ჭების აღდგენა, ასევე ახალი ჭების მოწყობა. სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომ მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში. DMG ჯგუფი ოფიციალურად აანონსებს ყოფილი აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების, ასევე ლაგუნავერეს საკუთრებაში გადასვლას. პროექტის მიზანია წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი სივრცის რეაბილიტაცია და მისი ქალაქის ურბანულ იერსახეში ჰარმონიული ინტეგრირება. ახალი პროექტის ფარგლებში, რომლის არქიტექტურულ კონცეფციაზეც ესპანური სტუდია ბოფილ ტალერდი არქიტექტურა იმუშავებს, საცხოვრებელ სახლებთან ერთად გათვალისწინებულია ლაგუნავერეს აღდგენა, 1 ჰექტარი რეკრეაციული ზონის აღდგენა და ახალი ნარგავებით გამდიდრება. აბრეშუმისა და თამბაქოს ყოფილი ფაბრიკების ტერიტორიებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდ ლარამდე აღწევს. მშენებლობის და შემდგომ პერიოდში კომპანია 1000-მდე ადგილობრივი სპეციალისტის დასაქმებას გეგმავს. ამასთან DMG ჯგუფი აცნობიერებს საზოგადოების მაღალი ინტერესს აღნიშნული ლოკაციის მიმართ და მზადყოფნას გამოთქვამს პროექტის დეტალების დაზუსტებისთანავე პროცესი საზოგადოებისთვის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართოს. ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ 32 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა, რომლის მიზანით 77 ახალი M3 ტიპის სამოქალაქო ავტობუსის შესყიდვაა. ერთი ერთეული ავტობუსის ღრული ღირებულება 378,251 ლარი უნდა იყოს. თუმცა ავტობუსების ღირებულებაში შედის მიწოდების უზრუნველყოფა მიმწოდeblis ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის გამბაჟების და სახელმწიფო რეგისტრაციის ხარჯების ჩათვლით. წინადადებების მიღება 18 აგვისტოს დაიწყება და 19 აგვისტოს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ავტობუსები უნდა იყოს გამოშვებული 2026 წელს, უნდა იყოს მარცხენა საჭიანი და სრულად ახალი. ავტობუსის ფერი ლურჯი ან მწვანე შემსყიდველთან შეთანხმებით. ავტობუსს უნდა ჰქონდეს დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავი არანაკლებ Euro 5 ემისიის სტანდარტის შესაბამისი. ავტობუსები განკუთვნილია 24 მუნიციპალიტეტისთვის, მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით 10 ერთეული ქორსა და თელავს გადაეცემა. 2026 წლის მეორე კვარტალში რადიო მაუწყებლებმა რეკლამიდან 1,8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით ეს რიცხვი 2025 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 7,9%-ით შემცირდა. რადიო მაუწყებლების მიერ რეკლამიდან მიღებული შემოსავლიდან 86,8%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ დააგენერირა. 12,6%-ი სპონსორობამ, 0,6%-ი კი განცხადებებმა. აღსანიშნავია, რომ რადიო მაუწყებლებს რეკლამიდან შემოსავლები პირველ კვარტალშიც შემცირდათ. კლებად 15% იყო და შემოსავალმა იანვარ-მარტში 1,4 მილიონი ლარი შეადგინა, სადანაც 90%-იანი წილი პირდაპირ რეკლამაზე, 9,1% სპონსორობაზე, 0,6% კი განცხადებებზე მოდიოდა. ჯამში წლის პირველ ნახევარში რადიო მაუწყებლებმა რეკლამიდან ჯამში 3,2 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. მეორე კვარტალში ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავალი 53,5%-ით 24 მილიონ ლარამდე გაიზარდა. კომუნიკაციის კომისიის ინფორმაციით ამ პერიოდში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 46,7%-ით გაიზარდა და 25,8 მილიონი ლარი შეადგინა. კომკომში აღნიშნავენ, რომ ტელე მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები ტელეკომპანია ფორმულას მიერ ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო აღნიშნული მაუწყებლის მონაცემებს არ შეიცავს. ტელე მაუწყებლებისთვის 2026 წლის მეორე კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი 83%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 10,6% პროდუქტის განთავსებამ, ხოლო 6,3% სპონსორობამ დააგენერირა. შემოსავლების 0,5%-დან 0,1%-მდე კი განცხადებებიდან და ტელეშოპინგიდან იყო მიღებული, წერია კომკომის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 72,7%-ით გაიზარდა და 25,6%
1,1 მილიონ ლარს გაუტოლდა. ჯამში წელს 6 თვეში ტელევიზიებმა რეკლამებიდან 29,6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 5 პუნქტი დააჯერიმა. შესაბამისი ინფორმაცია სების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კერძოდ დაჯერიმებულია ინდმეწარმე მერაბ მსხალაძე, ინდმეწარმე მერაბ ბერიძე, ინდმეწარმე მურმან სირაბიძე, შპსდმ და შპსჯ&ჯ. ხუთივე პუნქტის დაჯარიმების ჯამური რაოდენობა 2 მილიონ ლარს ცდება. ჯარიმების მიზეზები სხვადასხვა, მათ შორის პირისთვის ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევა, კლიენტთან მიმართებით კანონმდებლობის შესაბამისად ფულადის სახსრების წარმომავლობის არ შესწავლა, ინფორმაციის სპეციალური პროგრამის სისტემის საშუალებით აღურით ცხავობა და სხვა. ყველა დაჯარიმებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი აჭარაშია რეგისტრირებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დააკავეს 2 პირი, რომლებიც მიკროსაფინანსოში ყალბოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ. კერძოდ უწყების ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2 პირი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთავსა და გარდაბანში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სხვადასხვა დროს მოტყუებით ყალბოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 59,870 ლარი შეადგინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რა კავშირშია შინაგანი ჰარმონია გარეგნულ სილამაზესთან და რატომ არის თვითზრუნვა ფსიქიკური ჯანმრთელობის ფუნდამენტი? ამ მნიშვნელოვან თემებზე საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება, რომელიც ავერსის და აზროვნების აკადემიის ერთობლივი პროექტის ნაწილია, კიდევ ერთხელ ადასტურებს ავერსის მთავარ მიზანსა და ღირებულებას. იზრუნოს ადამიანების არამხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე. ავერსის მიერ გამოცხადებული სილამაზის თვის კამპანიის ფარგლებში საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა დასწრებოდა სპეციალურ შეხვედრას სახელწოდებით საკუთარი თავის მიმღებლობა, თვითზრუნვა და ფსიქიკური ჯანმრთელობა. ღონისძიებას, რომელმაც დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია, ფსიქიატრი ქეთი სილაგაძე უძღვებოდა. შეხვედრაზე მთავარი აქცენტი სწორედ იმ ფაქტორებზე გაკეთდა, რომლებიც უნიკალური ინდივიდის ფორმირებას, პიროვნული სიმშვიდის, თავდაჯერებულობისა და ემოციური მდგრადობის განვითარებას უწყობს ხელს. ავერსის ზოგადად ეს ტრადიციას ვაგრძელებთ, რომელიც გასული წლის სექტემბრიდან დაიწყო აზროვნების აკადემიასთან ერთად და ყოველი შეხვედრა, ყოველი ღონისძიება არის მიზანი ის, რომ ჩვენს მომხმარებელს, ავერსის მომხმარებელს, აზროვნების აკადემიის გაწევრიანებულ ადამიანებს შევთავაზოთ საკმაოდ საინტერესო თემები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია დღევანდელ რეალობას და დღესაც მორიგი საკმაოდ აქტუალური თემა გვაქვს. საკუთარი თავის მიმღებლობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას რაღაცა გვაქვს ხოლმე პრობლემები, რაღაცა არ მოგწონს, ხანდახან სარკეში ჩავიხედავ და რაღაცა არ მოგწონს და სწორედ დღეს არის იმ თემების განხილვა, რომ საკუთარი თავი უნდა მიიღო ისეთი, როგორიც ხარ და უნდა შეიყვარო ისეთი, როგორიც ხარ. ავერსისა და აზროვნების აკადემიის მიერ ინიცირებული ყოველთვიური შეხვედრების სერია ცხადყოფს, რომ კომპანიისთვის ადამიანთა ჯანმრთელობა კომპლექსური ცნებაა და ის საზოგადოების მენტალურ სიჯანსაღეზე ზრუნვას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. დისკუსიის ფარგლებში სპიკერმა და აუდიტორიამ განიხილეს თუ როგორ იქცევა საკუთარი თავის სიყვარული და პატივისცემა იმ მყარ საყრდენად, საიდანაც იწყება საკუთარი გარეგნობის მიღება და შინაგანი სილამაზის უფრო ღრმა ჰარმონიული აღქმა. ავერსი ფარმას და აზროვნების აკადემიის მხარდაჭერით ჩატარდა ღია შეხვედრა, რომლის საუბრის თემაც იყო საკუთარი თავის მიმღებლობის მნიშვნელობა, სწორი თვითაღქმა და თვითზრუნვის როლი ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების პროცესში. დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო და დაინტერესებაც შესაბამისი აღმოჩნდა, გავიარეთ ის საკითხები, თუ რა პრობლემები შეიძლება ამ ყოველივეს უგუვებელყოფას მოყვეს, ამასთან განსაზღვრეთ ის გზები, როგორ უნდა დავძლიოთ უკვე არასასურველი შედეგები, საკმაოდ დიდი იყო ინტერესი ამის შესახებ. მოხარული ვარ, რადგან ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობა ძალიან დიდია ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ძალიან კმაყოფილი ვარ და ვიმედოვნებ, რომ გაგრძელდება მსგავსი შეხვედრები. თვითზრუნვა არ არის მხოლოდ რუტინა, ეს არის უწყვეტი პრაქტიკა, რომელიც ადამიანს საკუთარ ფიზიკურ თუ ემოციურ მდგომარეობაზე კონცენტრირებასა და საკუთარ თავთან ჯანსაღი ურთიერთობების აშენებაში ეხმარება. ავერსის ინიციატივით დაგეგმილი საგანმანათლებლო და ფსიქოლოგიური მხარდაჭერისკენ მიმართული შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაეხმაროს შინაგანი სიმშვიდის პოვნასა და პიროვნულ კეთილდღეობაში.